29 იანვარს მეგობრებო გვექნება ახალ მთვარეობა და გვექნება მზე მერწყულში, მთვარე მერწყულში, ამიტომ საკმაოდ საინტერესო პერიოდი არის ექსპერიმენტებისთვის, სიახლეებისთვის, ხო ეს მერწყულისეული ენერგიები, ისევე მერწყული მართავს ასტროლოგიურად მე-11 საათს, რაც ოცნებების ასრულებასთან არის კავშირში, ამიტომ შეგვიძლია გავაკეთოთ მანიფესტაციური ტექნიკები 29 იანვარს. ამავდროულად 29 იანვარს მეგობრებო შემოდის გველი, ანუ არის ახალი წელი ჩინური კალენდრის მიხედვით. ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანი თარიღია, ესე იგი თან ჩინური კალენდრით ახალი წელი გვაქვს და კარგი არის რომ მწვანე ფერი ჩაიცვათ მეგობრებო, შავი ფერი არ უყვარს გველს და წითელი კიდევ და მოერიდეთ ამ ფერების ჩაცმას. ესე იგი შეიძლება რა ფერებით შევხვდეთ გველის წელს, ხო 29 იანვარს. ეს არის მწვანე, რაც პრინციპში მთავარი ფერია საერთოდ, ასევე ნაცრისფერი და ხორცისფერი ფერები და კარგი არის რომ შევხვდეთ და აღვნიშნოთ, იმიტომ რომ 31-ში რეალურად არ შემოსულა გველი, ანუ დრაკონის წელი გვაქვს ეხლა კიდევ 29 იანვრამდე და ნამდვილად გველი შემოდის უკვე 29 იანვარს და კარგი იქნება რომ შევხვდეთ ახალ წელს მეგობრებო იმისთვის რომ კარგად ჩაიაროს ჩვენთვის ამ წელმა.